დილამშვიდობის გოგოშკებო, აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით. მე უკვე მივირთვი ეს რანაირად გვერდულად წამისვია. მე უკვე მივირთვი ერთი ყავა. ერთი ყავა უკვე მივირთვი, რძით და მივაყოლე აი ეს. ორი ცალი, ფუტკარი და აი მეოთხედი ზეფირი. ეხლა დავლევ ყავას, უბრალოდ უყველაფრო ყავას. ცარიელ ყავას. ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, ცარიელ ყავას. ასე. დრა და 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 დრა და და დიჯო ლა 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 ლიდო. ესე. აბა ეხლა მოგიყვებით გუშინო ამბავს დილის ლოგს ვიღებ, როგორ მიყარია დილის ლოგს ვიღებ. მარათონზეც უნდა გითხრათ. რომ მეკითხებით სად მოვწერო, სად მოვწერო, მინდა რომ YouTube-ის მაყურებელიც მყავდეს ამ სასაჩუქრე მარათონზე, ამიტომ მარათონზეც აუცილებლად გეტყვით ეხლა ჭიქა ყავასთან ერთად ყველაფერს. ის მაქვს საყიდელი, მიწის თხილი, რამდენი ხანია მიწის თხილი აღარ მაქვს. დავდივარ. სულ გოგოებო, აი, როცა რამეს აკეთებთ, რამეზე ფიქრობთ და საშუალება გაქვთ, თან იარეთ. ეს არის დამატებითი ფიზიკური აქტივობა, რომელსაც ვერც იგებ და გემატება. ასე რომ ჩემი ADHD-ის სამალი აქ არ არის მოვიტან მოიცა. ესეთი კაფსულებია, ნახეთ. თქვენ წინაზე მკითხეთ, შეიძლება თუ არა ამის თვითნებურად დალევაო, თუ ეჭვი მაქვსო, რომ მაგალითად ADHD მაქვს, არაფრის დიდებით თვითნებურად ასეთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება გოგოებო. ამიტომ არ ვიძახი სახელს, თორე მე რა ეხლა. აი მე რა ხო, მაგრამ არა. შეიძლება ისეთმა ადამიანმა მიიღოს, რომელსაც ეს საერთოდ არ სჭირდება. ხო და მე გინდა საერთოდ ვერ გავიგო. პასუხისმგებელი ამაზე მე ვიქნები, რომ მე ხო ვიცი, რომ მე ვიქნები. ამიტომ ამას მე ვერ ავიღებ ჩემ თავზე, რომ ეს თქვა. შესაბამისად თვითონ წამლები, ესეთი სახეობის წამლები, რომ ინიშნება, ანუ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინიშნება და თუ არ მოგიხდა, მერე გიცვლიან რა. ანუ მაგ ეგეც კი შეიძლება იყოს, რომ ექიმა დაგინიშნა და არ მოგიხდა, წარმოგიდგენია? და ეხა ისე თვითნებურად რო დალევ. რა საბაго. მასე შეიძლება დანამატების მიღება. საკვები დანამატების. მაგრამ რომელიც უსაფრთხოა სრულიად რა. აი როგორც ზედიენტი მაგალითად. მაგრამ ხო, იმიტომ რომ ანუ არაფერს არ შეიცავს ისეთ, რასაც ჩვენ არ ვჭამთ, არ ვსვამთ ყოველდღიურობაში. წავიდეთ იქით. მაგრამ ეხა მე მაგალითად რასაც ვსვავ, ეს პრეპარატი იწვევს შეიძლება ზოგიერთ ადამიანში გამოიწვევს გულყრა. წარმოიდგინეთ კრუნჩხვები და ასე შემდეგ ერთი უკუჩვენება აქვს რა. ხო და შესაბამისად არაფრის დიდებით გოგოებო, ეგეთ რაღაცებთან არ ითამაშოთ, ძალიან გთხოვთ. არაფრის დიდებით. მოკლედ ჩემო გოგოებო, ჩემო კარგებო და ძვირფასებო, ეს არის საქმე და ამბავი. და ხო, რაც შეეხება რედიენსზე გეუბნებოდით, ანუ მწვანე ჩაი
კოფეინი, აგერ კოფეინი, თეთრი ლობიოს ექსტრაქცია, შავი ლობიოს ექსტრაქტი. ანუ ესეთი დანამატი, რომელიც არის სხვა არაფერი არ გააჩნია, ანუ მას შეიძლება მიიღო, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი პრეპარატი, რომელსაც შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს და პრეპარატია და ექიმი ნიშნავს, ანუ მაგის მიღება არაფერს ძიდებით არ შეიძლება. აი ამის თქმა მინდოდა. გუში მოკლედ, ესე იგი, გუშინ წინ საღამოს გავაკეთე ლამინგტონი პირველად, ჩემი ინგას რეცეპტის ეს გერმანული ნამცხვარი ყოფილა და ესე იგი გადაირია ხალხი, გადამერია. თორნიკე მითხრა, ჩვენ ხო აი უამრავი დონას ტორტები გვიჭამია, მისი რა ქვია, მადას ნამცხრები ტორტები, რა ვიცი, ყველაფერი ჩემი გაკეთებული და ესე იგი თორნიკები თქვა ცხოვრებაში მე ესეთი არც ტორტი და არც ნამცხვარი არ მიჭამე როგორც ლამინგტონია. რა ვიცი, აი ძალიან მოეწონა ეს ლამინგტონი რა. ხო, მე რა იქ რო წავიღე, იქაც ყველას ძალიან მოეწონათ 2-2, 3-3 ნაჭრები ჭამეს. ეხლა სად წავიღე? წავიღე კოტი, რომ იღებს პოდკასტ სტუდიო სოლოლაგში. იქ და რა თქმა უნდა, იქ პერსონალიც არის, სტუმარი, ყველა და ანუ ყველა მიირთო და ყველას მოეწონა, ყველა 2-3 ნაჭერი ჭამა და ძალიან გამიხარდა. ხო, ასევე ის ლობიანები გავაკეთე, 2 ცალი ფენოვანი ლობიანი, ერთი სახში დავტოვე, 3 გავაკეთე, ერთი სახში დავტოვე, 2 წავიღე. ეხაც ლობიოს ხარშავთ, იმიტომ რომ ის გვაქვს, რა ქვია, კიდე ერთი ფენოვანი ხაჭაპურის ცომი მაქვს და ამიტომ გავუკეთებ ამათ, ხო. ესე მოკლედ ეს ამბავი. და ეხლა რა მინდოდა რომ მე თქვა თქვენთვის ჩემს მარათონზე, ჩემი წონაში კლების მარათონი საჩუქრად, იმიტომ რომ 20 ლარად არის საჩუქრად, ეს არის უპრეცედენტო, ესეთი არ მქონია და აღარ მექნება ამხელა ფასდაკლებული. და ნახეთ, გიწვევთ ყველას, ვისაც გინდათ, აბსოლუტურად ყველას. 16 მაისს დავიწყებთ, არის 3 კვირიანი. იქნება ჩემი შედგენი, ანუ მან და არ ვისწავლით კალორიების ცვლას, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია და თან უმეტესობა ადამიანს არც უნდა რომ კალორიების ცვლა ისწავლოს სამწუხაროდ, მე ამ აზრს ვავრცელებდი და ემაშვებოდი, მაგრამ არა, ნუ უმეტესობას არ უნდა რომ თვითონ ისწავლოს კალორიების ცვლა, მაგრამ ნახეთ, ახლებურად მოვიფიქრე, რომ ხედავ ადამიანებს, რომლებიც სხვა ადამიანებს 800 კალორიაზე ამყოფებენ და მშივრები ყავთ, გადავწყვიტე, რომ მე ჯანსაღ დეფიციტზე მე შევუდგინო მენიუ ამ ადამიანებს და ამაზე იყვნენ და არა იმ ვიღაცის 800 კალორიაზე, რომლის მერე გამარჯობა, რომლის მერე ყველა ვარიანტში 2 მაგი და 3 მაგი უნდა მოიმატონ, ხო? რატო იყვნენ იმაზე, როცა შეიძლება რომ სწორზე იყვნენ და თან ნახეთ, სად არის ძაღლის თავისა დავმარხე. ეხლა შენ რო 3 კვირა ყოველ დღე შეჭამ იმ ყველაფერს, რასაც მე დაგიწერ, შენ უკვე გეცოდინება, რას ჭამ, რამდენს ჭამ და უფრო მეტით ისიც გეცოდინება, როგორ უნდა მოამზადო, რომ დეფიციტში იყო და 20 ლარად ეს არის. აი როგორი საჩუქარია, იცი? აი ნუ არ ვიცი რა, აი ეგეთი საჩუქარია და ძალიან მიხარია რომ წერთ, ძალიან მიხარია რომ გინდათ უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ მეუბნები ჩემი YouTube-ის მაყურებელი ვარ ნინი და აი ძალიან ბედნიერები. ხა რა მინდა რომ გითხრათ, YouTube-ზე ვინც მწერთ, ნინი სად მოგწერო? უნდა მომწეროთ ან TikTok-ზე, უნდა ჩავსვათ ჩემ TikTok-ს, ან Messenger-ში, Facebook-ის Messenger-ში ჩავსვავ მაგასაც. ავიღებ კიდევაც ერთ ნომერს და იმ ნომერზე WhatsApp-ზეც ან Viber-ზეც შეგიძლიათ მოწეროთ. უბრალოდ მე მაქვს მხოლოდ პირადი ნომერი ამ მომენტში და ამ პირად ნომერს გასაჯაროება არ მინდა. ხო ხვდებით, იქ დაიწყებენ რეკვას ბავშვები ისინი, ესენი აი რო ერთობიან თამაშობენ და დელი ეს ტელეფონი არ გაჩერდება. ამიტომ სამსახურის ცალკე მექნება ნომერი, ავიღებ და იმ ნომერზე შეძლებთ ხომ დამიკავშირეთ. თუმცა ეხლაც მაგალითად ვპასუხობ აქტიურად TikTok-ს და იმას Facebook-ს, Messenger-ს, ანუ ყველას ვცდილობ, რომ არავინ არ დამრჩეს უპასუხოთ. ვნახავ კიდე ვინმე სპამში ხო არაა ჩაგდებული, შეიძლება ეგეც იყოს. მაქსიმალურად ვცდილობ ყველას უპასუხო, ყველა რაც რისი მიღებაც შემიძლია, მაქსიმალურ ოდენობას მივიღებ, იმიტომ რომ მინდა რომ რადგან აღარ იქნება ასეთი მარათონი, რადგან ეხლა ზაფხული მოდის და წარმოიდგინეთ ეხლა 16 მაისიდან, ხო? 16 ივლისამდე, ხო?
მაისი, ვაიმე, 16 მაისიდან 16 კი არა, 3 კვირა რამდენიც იქნება ივნისამდე, ხო? აი ეს ერთი თვე, ერთი 3 კვირა შენ შეგიძლია გამოიყენო, მე კიდე შენ შეგიძლია შენით გააგზავნო, თუ გინდა ჩემთან გააგზავნო, თუ გინდა შენით გააგზავნო, ჩემთან ვინც გააგზავნოს, მაგათ ფასდაკლებას გავუკეთებ. ვინც კარგად დაიკლებს ჩემი მონაწილეები, იმათ კიდევ დამატებით ფასდაკლებას გავუკეთებ შემდეგ მარათონებში. ხო, და ფასდაკლების გარეშე ფასაც ისეც დავალდებ, რომ ხელმისაწვდომი მიიღოს ადამიანებისთვის და კიდევ ვინც პირველ მარათონში კარგ შედეგებს ადევს, იმათ კიდევ დამატებით ფასდაკლებას გავუკეთებ, რომ შემდეგ მარათონში ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩემთან ერთად გამომყვეს, მაგალითად 2-3 თვეში უკვე ისეთი შედეგით შეიძლება ხალხო დაიდოს, რომ აი ვაფშე იმენა იმაში რა ქვია, აგვისტოში იქნებით, აი კანფეტკა, აი ვაფშე სხვა ზონაზე იქნებით და სხვა ვაიბი და სიმსუბუქე და სიხარულე ბედნიერება გექნებათ. ასე რომ ვისაც გინდათ, წერთ ხო და მოკლედ აი ეს მინდოდა მე თქვა ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასებო. 16-დან ვიწყებთ, იმიტომ 15-ში მინდოდა, მაგრამ 15-ში ჩემი ევიტუნის დაბადების დღე არის ხალხნო და ამიტომ ვაპირებ 16-ში რა, ვაპირებ კი არა და გადავწყვიტე, რომ 16-ში ვიწყებთ. 16 მაისს. უამრავი საქმე მაქვს იქამდე, უამრავი. მაგრამ ყველაფერს მოვასწრებ, ყველაფერს დავალაგებ და ძალიან მიხარია, რომ ბევრ ადამიანს დავეხმები სწორად, ჯანსაღად, ნორმალურად ისწავლონ კლება, ანუ ჩემთან ერთად იქნება თავიდან საფუძვლები ისწავლონ და მე თვითონ გააგრძელონ თუ ჩემთან ერთად გააგრძელონ თუ როგორ, ანუ რეალურად 3 კვირის მერე შენ შეძლებ, რომ შენთაც ეს ყველაფერი გააკეთო. უბრალოდ რა იცი, ჯგუფში, სადაც მენტორიც არის, ადმინიც არის, წევრებიც არიან, აი აქ არის ძალიან დიდი мотиваცია, აქ არის პასუხისგებლობა კიდე სხვების წინაშე და ანუ მაინც აკეთებ, ხო ხდები და მარტო რომ ხარ, მარტო შენ თავის წინაშე რომ ხარ პასუხისგებელი, ბევრ ადამიანს უჭირს. მე მაგალითად ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც არასოდეს არ ჭირდებოდა ეგ ყველაფერი, ანუ მინდა და მორჩა მივდივარ და ესეთ ადამიანებს მართონი არ ჭირდებათ, მაგრამ ვინც ისეთია რომ სჭირდება, აი ვიღაცასთან ერთად ეძებს, რომ აი მაგალითად ჩატში გაერთიანდეს ვიღაცასთან, აი იმასთან ერთად, რომ აი სირბილი დავიწყო, ვარჯიში დავიწყო, დიეტა დავიწყო და აი ვიღაცასთან ერთად მინდა რომ ეძებენ. ხო იცით რა არიან ესეთი ადამიანები, რომ აი პასუხისგებელი რომ ვიქნები ვიღაცასთან, უფრო გავაკეთებ, ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი. აი ესეთი ადამიანებისთვის მისწრება მარათონი, თან კვლევებით დადგენილია რომ 40% წარმოიდგინეთ უფრო ეფექტურია კლება ჯგუფებში, ანუ მარათონებში, იმიტომ რომ აი ეს საერთო მუხტი, мотиваცია და ეს არის ძალიან ძვირფასი, თორე ეხლა დღეს ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ყველა შეგვიძლია ყველას დახმარების გარეშე დავიკლოთ, ხო ესეა. მაგრამ რეალურად ეგ არის რა, ადამიანები გვჭირდება, ანუ აი თუნდაც აი ამ მუხტისთვის, ხო და რა თქმა უნდა სტრუქტურისთვის კი და დისციპლინისთვის და მოკლედ ცეცხლს დავანთებთ გოგოებო და აი ამ ცხიმებს შევაგიზგიზებთ ზედ, ძალიან მიხარია. აი ისე მიხარია, რომ ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. ახლა ვფიქრობ ევიტუნის დაბადების დღეზე რა საჭმელი მოვამზადო. ნახე რატო. ესე იგი ბავშვს აქვს ეგეთი რაღაცა, რომ რა ვთქვა, რომ რამე საჭმელი ესეთი უყვარს, ძირად არ უყვარს. ну აი ხილი უყვარს, ბანანი და მარწყვი, მაგას უყიდი. ახლა მაკარონს და კარტოფილს და ფრის და იმას დაბადების დღეზე რა ვიცი, ხო? ეგეთი საჭმელები უყვარს. ტკბილეული იქნება, აი ტორტი და იმასაც არ ჭამს, მაგალითად, აი ტორტს არ ჭამს საერთოდ. ანუ ტორტი რა თქმა უნდა იქნება, იმიტომ რომ დაბადების დღეა, მაგრამ ანუ ტორტი არ იქნება მთავარი ამბავი, იმიტომ რომ ანუ ბავშვს ტორტი არ უყვარს. კი, მოითხოვს, მომაჭევინებს, დამადებინებს და ერთ ლუკმა შეჭამს და всё. ძალიან კარგი, რაც გვიან დაიწყეს, მით უკეთესი მაგისთვის. სამაგერთ უყვარს ნაყინი, ვყიდი ნაყინს. მარწყვი ბანანი როგორც თქვი უკვე ამბოლ დროს იძახის ხოლმე chicken nuggets-ო მაგას შეუყვეთავ. ანუ ხე მინდა რომ ისეთი საკვებიც იყოს, რაც არის ჯანსაღი და კარგი. ანუ აი დღის განმავლობაში მაგალითად ბავშვმა გაიაროს და გამოიეროს, მინდა რომ აიღოს და შეჭამოს რაღაცა რაც არის კარგი. თუნდაც მაგალითად სახში გამოცხარი ხაჭაპური, აი მაგ ხაჭაპურსაც ძალიან ცოტა სჭამს 2-3 ლუკმას, მაგრამ მაინც ჭამს. ხო, ну, фри უყვარს, фри იქნება, ეს ნაგეტსები ან ისა
ფრთები ეგენი უყვარს, მაგას შევუკვეთავ კიდე. ის უყვარს ძალიან კიტრე, პომიდორი გიზდება, მაგასაც ვიყიდი. აი კიდე რა გავაკეთო, არ ვიცი. აი ლობიანს მაგალითად საერთოდ არ ჭამს, ხინკალს მარტო კუჭს ჭამს, მწვადს საერთოდ არ ჭამს. და ანუ ისეთი არ მინდა, რომ აი ხო ჯო გაშლიან და თვითონ რომ დასხდებიან და ჭამენ ხოლმე, არავის არ გამსჯი. არ იფიქროთ თქვენ თუ ეგრე აკეთებთ, რომ მე თქვენ განსჯით. არაფრის ძირებით, ყველამ თვითონ იცის როგორ უნდა გადაიხადოს თავისი და თავისი ოჯახის წევრების დღესასწაული. ჩვენთან უბრალოდ ეგეთ წესია, რომ როცა ვიღაცის დაბადების დღე მოდის, იმ ერთი ტკბილი და 2-3 სახის რამე საჭმელს, იმ საჭმელს ვაკეთებ, რაც იმ კონკრეტულ ადამიანს უყვარს. ხო, და ნუ ეხა ბავშვის დაბადების დღე რადგან არის, მაქსიმალურად ისეც გავაკეთებ, რომ ბავშვს რაც უყვარს, ეგეთი იყოს, სასარგებლო რაღაცებიც რო იყოს და თან კიდე, ანუ დიდებმაც რო რაღაცა შევჭამოთ რა. ანუ არა ის რომ ჩვენთვის გავშალოთ სუფრა და მაგან არაფერი იქიდან არ ჭამოს, ეგეთი არ მინდა. ხო. კიდე მინდა რომ რამე ლამაზი კაბა უყიდას დაბადების დღისთვის და აი აქ იმაში ქარვასლაში იყიდება იმ დღეს თვალი მოუკარი ლამაზ კაბებს და უნდა წავიყვანო ერთი და იქ რამე ვნახოთ თუ იქნება საჩვენო. მინდა რომ ლამაზად გამოვპრანჭო იმ დღეს, დაბადების დღის დღეს. ხო, შეიძლება ბუშტების შეკვეთა, სად უნდა შევკვეთო ეგ ბუშტები, სად ნახო გოგოებო, გეხვეწებით ვინც იცის მომწერეთ რა, ან თუ თქვენ ხართ ის ვისაც გაქვთ მაგალითად ეგეთი შესაკვეთი და რაღაცა უცხოსთან შევკვეთო მომწერეთ. აი ჰაერში რო ახome ბუშტები ციფრი და ბუშტები რო აქ გამომული. რა ქვია მაგას? რაღაცნაირი ბუშტები ქვია. ხო. ხალხა მოკლედ ეგრე და 15-ში ზეიმი გვაქვს და 16-ში ზეიმი გვაქვს გოგოშკე. აი ევას დაბადების დღის გამო, იმიტომ რომ მე მაისში დავიწყე ორჯერ. პირველად როცა 70 კილო ვიყავი, მე როცა 58 კილო ვიყავი და მაისი იყო ხოლმე ჩემი ესეთი თვე რა, სამოტივაციო დასაწყისის და ანუ აი რომ დავიკელი და ესეთი ბედნიერი და გახარებული ვარ, ამაზეც მინდა ვისაუბრო და აი ეს თვე ყოველთვის ჩემთვის იყო მაისი, ჩემო გოგოებო და ეხლა მინდა რომ თქვენთვისაც ესეთი გახდეს ეს თვე და აი მინდა რომ აი ამ სიყვარულით და აი ამ სიკეთით მინდა რომ გაჩუქოთ თქვენ აი ეს ცოდნა, გამოცდილება, შანსი, დისციპლინა, მოტივაცია, აი ეს ყველაფერი და მინუს რა თქმა უნდა საწყისი კილოგრამების დაკლება, რა თქმა უნდა, ყველა სხვას დაიკლებს და შესაბამისად ყველას რა თქმა უნდა თავისი კლება ექნება, რაც მეტია წონა, უფრო კარგი იქნება კლება და პირიქით, რაც უფრო ცოტაა დასაკლები, ვისაც 5 კილო აქვს, ის უფრო ნაკლებს დაიკლებს, ვიდრე ვისაც მაგალითად 30 ზედმეტი კილოგრამი აქვს, ხო? იმიტომ რომ ორგანიზმი ცდილობს რომ ზედმეტი მალე მოიშოროს და როცა ზედმეტი აღარ აქვს და შენ ბოლო კილოგრამებს იკლებ, აი ასე უჭერს. ნუ აი წარმოვიდგინე, ბევრი ფული რო გაქვს და რო ხარჯავ, ნუ ზოგი მაგას არ ხარჯავს, მაგრამ ნუ კარგად რო ხარჯავ და აი ბოლო კაპიკები რო გაქვს თვის ბოლოს უკვე და რო უჭერ, ხო, ეგრეა ორგანიზმი. ხო, ეხლა ჩემს დაკლებაზე მინდოდა მესაუბრა აი გუშინ პოდკასტ სტუდიო სოლოლაკში მკითხეს რომ ანუ ხა როგორ ხარო აი შენს ხეულთანო თავს როგორ გრძნობ, ანუ კარგად გრძნობ თავსო, ანუ აღარ გაქვს აი ის შეგრძნებები, რომ აღარ მოგწონს და რაღაცა. ეხა მე ნახეთ როგორ ვიყავი. ადრე როცა წონაში ვიკლებდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი თავი არ მომწონდა. ანუ საკუთარი თავის მიუღებლობით და უსიყვარულობით, როცა ვიკლებდი მე წონაში. მაშინ არ მომწონდა ჩემი თავი არანაირ წონაზე. ანუ 145 კილომდე დავიკელი და აი ვუყურებდი ჩემი თავს სარგეში და ისევ არ მომწონდა, ისევ უკმაყოფილო ვიყავი. აი როგორც უკმაყოფილო ვიყავი 70-ზე, მერე 60-ზე, მერე 50-ზე და მერე 45-ზე, ეგეთი უკმაყოფილო ვიყავი. ანუ რეალურად საქმე წონაში არ იყო. რეალურად მე ჩემი თავი არ მიყვარდა და რეალურად მე ჩემ თავს არ ვიღებდი და მე ჩემი თავი შეყვარება და მიღება დავიწყე ძალიან რთულ დროს. ანუ წარმოიდგინეთ
რაღაცამ დამიწერა TikTok-ზე გათხოვება მოგიხდა. მომიხდა კი არა დამანგრია. ანუ ნახე, ჯერ ერთი ემოციურად ძალიან ბევრი რამე იცვლება და როცა შენ ემოციური მჭამელი ხარ, ამ დროს პირიქით იმატებ ეს ერთი. მერე, ანუ 53 კილო ვიყავი იკარო გავიცანი და უკვე ჩვენ ერთად ვიყავით და ებაზროდ ვიყავი ორსულად, უკვე 57 ვიყავი. ანუ ნახეთ, უკვე მქონდა 53-დან 57-მდე აკრეფილი. მერე ორსულობა. ორსულობაზე 70 კილომდე ავედი. ნუ ახლა ორსულობის დროს გინდა არ გინდა იმატებ. მერე ორსულობის შემდგომი პერიოდი ქალისთვის არის ძალიან სტრესული და წარმოიდგინე ჰორმონები ყველაფერი ყირაზე რომ უნდა ჩადგეს ფორმაში და მე თან ADHD რომ აქ ანუ უმეტესად ADHD-ს იგებენ ხოლმე მშობიარობის შემდეგ ქალები, იმიტომ რომ ქალებში ეს ძალიან შენიღბულია, არ ჩანს, ანუ ბიჭებში ძალიან ჩანს და გოგოებში არ ჩანს და ზოგადად მშობიარობის მერე იგებენ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად არიან ხოლმე ადამიანები. ქალები ამ მშობიარობის შემდგომ პერიოდში, აი ასე ძალიან ცუდად ვიყავი მორალურად და თან, ანუ ეკონომიურად აბსოლუტურად ნულზე ყველანი ვიყავით. ძალიან რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ ჩემთვის უახლოესი ადამიანი, რომელსაც მე ჩემ თავად აღვიქვავ, ანუ ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა, რომელმაც აი რა ვიცი ძალიან იმოქმედა მაშინ ჩემთან ძალიან სულად ვიყავი და ანუ აი ყველაფერი აბსოლუტურად ეს ყველაფერი მოქმედებდა და მე მაგალითად კალორიების კალორიული დეფიციტის ჯადოსნობაზე და ამ სასწაულებრივ იმაზე რამდენი წელია ვიცოდი, მაგრამ მორალურად არ შემეძლო. ანუ მორალურად მე არ შემეძლო კიდე რაღაცა ერთი ახალი დამემატებინა. ამ დღე და ღამე ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ვიდეო გადამეღო, იმიტომ რომ რეალურად ეს იყო ჩემი შვილების ლუკმა პური. აი მართლაც ან YouTube-ზე რამდენად პატარაა შემოსავალი წარმოიდგინეთ, მაგრამ სხვა უბრალოდ არ საიდან არაფერი არ იყო. და წარმოიდგინე, როცა შენ ახალშობილი გყავს, როცა შენ კიდევ ორი შვილი გყავს, როცა აი ესეთი ძალიან ისეთი სენსიტიური პერიოდი გაქვს, როგორც მშობიარობის შემდგომი პირველი 3 წელია. აი ამ პერიოდში ვიყავი მაქსიმალურად დატვირთული, როგორც ფიზიკურად, ისევე ემოციურად, ანუ ჩემ თავს არ ვაძლევდი საშუალებას, გასაქანს არ ვაძლევდი, იმიტომ რომ აი თუ არა აი ხვალ ჩემმა შვილებმა რა უნდა ჭამონ, ეს მდგომარეობა მქონდა რა. ხო და ძალიან ვაქებ ჩემ თავს, რომ მაშინ გავუძელი და მე ნელ-ნელა ყველაფერმა დაიწყო დალაგება. ხო იცით არის ხოლმე ეგეთი პერიოდები ცხოვრებაში და ამას რომ გადაივლი, მე უფრო ძლიერი ხარ, მე ყველაფერი ლაგდება და ეს ეტაპი რომ გადავიარე, მე უკვე ვიგრძენი რაღაცნაირად მზაობა იმისთვის, რომ დამეწყო დეფიციტი და 26 მაისს დავიწყე დეფიციტი. არ დამავიწყდება ეგ დღე არასდროს. ანუ ეს იყო უკვე რომ აი ჩემ მაქსიმუმ წონას მივახციე, 70 და 400 თუ 70 თუ 600 ეგრე ვიყავი. რაღაც საშინლად არ მომწონდა ჩემი თავი და ეს ბოლო წვეთი რა იყო, ნუ ვიდეოებში ხო არ მომწონდა, ეს მკლავები საშინლად არ მომწონდა, სახე არ მომწონდა, არაფერი არ მომწონდა, მაგრამ გამომრჩა მე თქვა, რომ აი ამ 3 წელიწადში ევას მერე უდიდესი ფსიქოლოგიური მუშაობა გავიარე მე საკუთარ თავთან. ანუ ფსიქოლოგიც მე ვიყავი, პაციენტიც მე ვიყავი, რომ მიმეღო და შემეყვარებინა საკუთარი თავი ისეთი როგორც ვიყავი. იმ ჩემი სტრიებით, იმ ჩემი ცელულიტებით, იმ წონით, რომლითაც მე შეგრძნება მქონდა, რომ აი ეს ადამიანი აი ეს ეხა მე როგორც გამოვიყვე, ეს მე არ ვარ. მე აი ამის შიგნით ვარ, მე აქ ვარ გამომწყვეული, გამომწყვდეული, მაგრამ ანუ აი ეს ადამიანი, რომელიც ეხლა მე თუნდაც ვიდეოდან მიყურებს ან სარკეში მიყურებს, ეს მე არ ვარ. ანუ შიგნიდან ვინც ვარ, გარედან ის არ ვარ და ვიცოდი, რომ აუცილებლად მე ვინც შიგნიდან ვარ, ანუ ჩემი წარმოსახვა ჩემ თავზე ხატება, ობრაზ, ასე ვთქვათ, რო თქვა. ანუ ვიცოდი რომ ეს უნდა მქონოდა და ეს უნდა მიმეღო და ისევ ეს უნდა გამختارიყო. იმიტომ რომ სხვანაირად ანუ შენ თავთან ხარ, აი როგორ გითხრა, შენ თავს არ ემთხვევი რა და ძალიან ცუდი რაღაცა არის, ეგ ძალიან უსიამოვნო და მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მახსოვდა რომ როცა ვიცვლებოდი უსიყვარულობიდან გამომდინარე ამას მოქონდა დამანგრეველი შედეგი ეს მე მანადგურებდა და ამან მიმიყვანა კვებით აშლობამდე ამიტომ კვებითი აშლობიდან გამოსასვლელად საკუთარი თავის მიღება იყო პირველი ნაბიჯი და შეყვარება და ამაზე მე ვიმუშავე 3 წელი რომლის განმავლობაში თან აქტიურად ვიღებდი ვიდეოებს რომლის განმავლობაში ადამიანები საშინლად მამცირებდნენ მაბულინგ
იგებდნენ, შეძროხა და რა ვიცი, რა არ იყო, რასაც მე ადამიანები მეძახდნენ. და მე ხო ისედაც ისეთი ვარ, რომ არასოდეს არავის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა რაღაცა გარეგნობის გამო. ანუ შეურაცხყოფა მიმიყენებია მასმე, რაც ჩემთან მოსულა და დედა ამოუტრიალებიათ ეგეთი ხალხისთვის. ოღონ გარეგნობის გამო მაგათთვისაც არა, ხო ხდებით? ანუ პიროვნულად მიმიყენებია ხოლმე შეურაცხყოფა, რომ შენ რა ადამიანი ხარ აი მაგ პონჩი. მაგრამ ისე რომ ვიღაცასთვის მე თქვა, რომ აი თუნდაც ასეთისთვის, ვინც მე მომადგებოდა და იმენა ყველაფერს ამომიტრიალა და აი გარეგნობაზე გადავსულიყავი, ანუ ეს ჩემში არასოდეს არიდო, მაგრამ როცა მე ვნახე, რომ ადამიანებს შეუძლიათ სხვა ადამიანის სრულიად უმიზედოდ, იმიტომ რომ გაბედა კამერა ჩართო, ვიდეო გადაიღო და თუნდაც ვიდეოზე შეჭამა, ანუ თუნდაც არ შეჭამა, უბრალოდ გაბედა და გამოჩნდა არა იდეალური წონით, ანუ შეუძლიათ ადამიანებს ამდენად გული გაუტეხონ სხვა ადამიანს და გული გაუხეთქონ და რა ვიცი, ყველა ერთნაირი არ არის, მე ძალიან ძლიერი ფსიქიკა მაქვს და ისეთი რაღაცები გამოვლი ხა ამათი ბულინგი ჩემთვის არაფერი არ იყო, მაგრამ ხო არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამ ყველაფერს ვერ გაუძლებენ არა და ანუ ჩემთვის ეს კიდევ ერთხელ გახდა ის, რომ მე არასოდეს სხვა ადამიანს, არასოდეს არც მივუთითებ, არც არაფერი, ანუ რომ ხედავდე, რომ შველა ჭირდება, მე არ, ანუ თუ ადამიანი თვითონ არ მოვა და არ მეტყვის, რომ ნინი, აი, შენი აზრი მაინტერესებს, იმიტომ რომ აი აქ მე შველა მიჭირდება, მე არ ჩავიჭრები, ანუ მე არ ჩავეჭრები ადამიანს, ანუ რა იმიტომ რომ თავს არ ვაძლევ ამის უფლებას, ეს ცოდნა მომიტანა მე ამ 3 წელმა. ეს იყო 3 წელი, როცა მე ჩემ თავზე ვმუშაობდი, როცა მე წონაში ვიყავი დიდი, როცა მე ადამიანები დამცინოდნენ, რომ ვამბობდი, რომ ჩემ თავზე ვმუშაობდი, და შენო რა გეტყობაო, რომ შენ თავზე ვმუშაობ, შენო თავზე, ანუ პროსტა კარგ ხასიათზე რომ ვიყავი, ან უბრალოდ რაღაცები ჩემში რომ ხდებოდა და მე ვიცვლებოდი და მე ამაზე ვსაუბრობდი, ეს ადამიანები თავს უფლებას აძლევდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შენო თავს იტყუებო, რომ შენში რამე იცვლებაო. ანუ ნახე, როცა ხედავენ, რომ ცუდად ხარ, უნდათ რომ ბოლომდე მიწასთან გაგასწორონ, იმიტომ რომ თვითონ თავი უფრო კარგი, ანუ თვითონ ძალიან ცუდად არიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ კარგად ვინც არის სხვას არასოდეს წაქცეულს, წიხს არ ამოარტყავს, ხო ეგრეა? ანუ თვითონ საზიზღრად არის ადამიანი, ეგ წამოარტყავს წიხს, წაქცეულს და რო ჩავარდება ის საღი თუ ჩავარდა ტალახში, გაუხარდება და თავს თვითონ უკეთესად იქრსტობს, ხო ხდებით არა? და ანუ მაგასაც მივხვდი, როგორი კატეგორიის ადამიანები აკეთებენ მაგას და ანუ აი ეს პერიოდი წარმოიდგინეთ, რამხელა წნეხის ქვეშ ვიყავი ყველანაირად, ანუ პირველ რიგში მორალურად ჩემი შვილების წინაშე, პლუს ეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, პლუს ეს ფინანსური, პლუს მე ეს წონა, რომელიც ჩემი არ იყო. ნუ ეხა ის სხვების ბულინგს ჩემთვის არ მქონდა მნიშვნელობა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი მაგალითად ამ საკუთარი თავის შეყვარების და მიღების გზაზე დანებდებოდა და მე არა, რაც კინა მეძახონ და მითხრან და რაღაცა, ანუ მე რო ვიცი, რომ ეს ჩემია და სწორია, მივდივარ თავით. გავარღვევ კედელს და კლდეს, იმიტომ რომ როცა შინაგანად მე ვიცი, ეს ჩემია და სწორია. ხო, და ანუ ნახე რა იყო გარდამტეხი მომენტი. აი ამ 3 წელმა რა მომცა მე. ამ 3 წელმა მომცა მე საკუთარი თავის მიღება და სიყვარული ისეთის როგორიც ვიყავი. ვიცოდი რომ უნდა შევცვლილიყავი, მაგრამ ვიცოდი რომ უნდა შევცვლილიყავი რატო? ნახე, იმიტომ რომ ყოფილიყავი უფრო ჯამრთელი, უფრო ენერგიული, უამრავ ჯანმრთელობის პრობლემას რო ეს წონა იწვევდა, ვიცოდი, იმიტომ რომ კოტის მიმართავდი, კოტი წელი მტკივა, ნინი დაიკელი. კოტი არასოდეს არ ვხრინავდი და ეხლა რატო ვხრინა? ნინი დაიკელი და ასე შემდეგ რა. ანუ ყველაფერზე რაც მივდიოდი, ყველაფერზე იყო ნინი დაიკელი და მე ახსნები მოყვებოდა ამას სამედიცინო თუ რატო იწვევს წონა ამას, ხო ხდები? ანუ შენ თუ შენი თავი გიყვარს, იმის ნაწილია, რომ შენ თავზე ზრუნავ, ხო? ახლა შენ რომ შენი შვილი გიყვარს, მასზე ხო ზრუნავ, მის ჯანმრთელობაზე ხო ზრუნავ. საკუთარზე არ ვზრუნავთ ხოლმე უმეტესად. ხო და შენ თავიც რო გიყვარს, ანუ ეს არის ზრუნვა ფსიქოლოგიაზე, ფიზიკურ სხეულზე, ხო? გონებაზე, ანუ გონებაში ნაგავი არ გააჩერო და ვიღაცა იდიოტის სისულელეს რო გეტყვის, მთელი დღე ამ სისულელეზე არის ფიქრო. იმიტომ რომ იძახიან, რასაც ჭამის ხარ, ეგ მასე მთლად არ არის, მაგრამ რასაც ფიქრობ ის ნამდვილად ხარ. ხო, შესაბამი და შენ ცხოვრებაც ეგეთია, როგორც ფიქრობ. ანუ უნდა ააგოს სწორი ფიქრები. წარმოიდგინე, პროსტა ააგოს სწორად ფიქრი, ისწავლოს სწორად ფიქრი, ისწავლოს სწორად კვება, ისწავლო, ანუ სულიერი მდგომარეობა სწორი, როგორ შეინარჩუნო. ანუ ამას იცით რა მხელა მუშაობა უნდა და აი ამ 3 წელში, როცა გარედან საერთოდ არაფერი არ მომჩნეოდა და უსაშინლესად გამოვიყურებოდა და თან ის დაამატე, რომ არაფერს არ ვყიდულობდი.
იმიტომ რომ არ მომწონდა ჩემი როგორ გამოვიყურებოდი, ჩემი სტილი რაც არის, მე ვარ ძალიან პატარა, 161 ვარ სიმაღლეში და თან მაქვს სპეციფიური სხეული, მოდი ასე ვთქვათ, ანუ მსხლის ფორმა, წვრილი წელი და ზედა ნაწილი და განიერი ქვედა ნაწილი. თეძოები და პოპო. ინგა ამბობს, რომ პოპოს და ისე მომწონს ეს სიტყვა, რომ რა ვიცი. დაკუცებს გულისხმობს პოპო. ხო, და ისა ხო, ანუ ესეთი სხეული რომ მაგ ხა წარმოგიდგენ მაღალი არ ვარ. მე რო ოვერსაიზ ვიცვავ, ეს ჩემი რაც პლუსია, ანუ ულამაზი მხრები, წვრილი წელი, ესენი ვაფშე ქრება, ანუ ესეთი ვარ, მართკუთხედის თავი და ქვემოთ ხო ისეც განიერი ვარ, ქვემოთაც განიერი, მართკუთხედი, მოდის მართკუთხედი, ეგეთი ვარ. და ის კიდე რაღაცა წელში გამოყვა, ნინი და რაღაც არაფერი აღარ მიხდებოდა, რა წელში გამოყვანილი აგერ სკლატკები, აგერ ხელი ამსისქე, არაფერი აღარ მიხდებოდა ქალებო. და არაფერს არ ვყიდულობდი, რომ აუცილებლად დავიკლებ და აუცილებლად მე ჩავიწმევ. თან ფული არ მქონდა, რითი უნდა მეყიდა და თქვენ მაშინ ძალიან გვერდში მიდგებოდით, მეხმარებოდით, მიგზავნიდნენ ტანსაცმელებს და მე ძალიან მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც მაშინ დამეხმარა. უბრალოდ ნახეთ, ეხლა სწორად გამიგეთ, რასაც ვიტყვი. მე და თქვენ და ყველანი, როცა ვყიდულობთ ჩვენ ტანსაცმელს, ვიყიდულობთ ჩვენს ტანზე, ჩვენს სიმაღლეზე, ჩვენს წონაზე, ჩვენი სხეულის სტილზე. და ის ტანსაცმელი რაც მაგალითად შეიძლება ერთ ადამიანს უზომოდ უხდებოდა, მეორეს არ მოუხდეს საერთოდ. და წარმოგიდგენ, როცა შენ გაქვს ჭარბი წონა, შენი თავი ისედაც ვიზუალურად არ არის ის, რაც უნდა იყოს და თან შენ გაწვია ტანსაცმელი, რომელიც შენი სტილის საერთოდ არ არის, ანუ ალბათ მაგაზე საშინლად ცხოვრებაში კი გამოვიყურებოდი. ერთხელ თორნიკეს მე იმიტომ რომ თორნიკეზე ყველაზე მეც ცხოვრებაში ვიწონით ეს იყო 77 კილო. არ დაგავიწყოთ. მე 161 ვარ სიმაღლეში. თუ თქვენ 170 ხართ, თქვენთვის 77 და ჩემთვის 77 ერთი არ არის. დაჟე 164 სანტიმეტრი ვინც არის, მისი 70 და ჩემი 70 კილო ერთი არ არის, გოგოებო, სხვანაირად გამოიყურება. ხო და იმას ვამბობდი, რომ ერთადერთი ვიყავი თორნიკეს მე 77 კილო და არც ერთი ფოტო არ მაქვს. სამწუხაროდ ყველა მაშინ გავანადგურე. არც ერთი ბავშვთან ერთადაც, იმიტომ რომ ვუყურებდი მაშინ მით უმეტეს არ მქონდა მიმღებლობაც იყო საკუთარ და რო ვხედავდი, სულ ხდებოდი და ყველა ფოტო წაშლილი მაქვს მაშინდელი. ხო, ანუ ერთხელ ვიყავი ამაზე მეტი რა, ანუ ძირითადად ჩემი მაქსიმალური წონა იყო ხოლმე 70-72 კილო, ეგრე რომ უკვე რომ აი კანში რო ვეღარ ვეტევი მე, ანუ ჩემი აგებულების და სიმაღლის მიხედვით. ხო და ანუ ეს გარედან არა ჩანდა, მაგრამ ამ 3 წელსში მე იმდენი მუშაობა გავიარე ჩემს წინ, ხა ვერ ჩაგიგდებთ იმ ფოტოს, თორე მქონდა ერთ დღეს, აი როდის მივხვდი, რომ აი ამ მუშაობას უკვე აზრი ქონდა ჩემსას. ერთი დღე არის, ისევ ჯერ არ დამიწყია წონა შეკლება, ვარ 70 კილო და ხო კიდე აკრძალვების მოხსნაზეც ვიმუშავე მაშინ მე, ანუ ადრე ხო დიეტური აზროვნება მქონდა და კვებითი აშლილობა და მთელი ამბები და აი კაი და ცუდი საკვები არ უნდა იყოს. ყველა საკვები კარგია და ამაზე მებრძოდნენ კიდე ამ YouTube-ზე და ისა რომ აი მე ჯანსაღად იყო, რა ჯანსაღად იყო, ეს არ შეიძლება, ეს შხამია და ჩემთვის შხამი იყო აკრძალვები, ჩემთვის მაგაზე უარესი არაფერი არ იყო. ჯანსაღი კვება ჩემთვის ის იყო, რომ ყველა პროდუქტის ჭამა შემძლებოდა, იმიტომ რომ რამდენიმე დღე არ ყოფილიყავი იმ ჯანსაღზე და მე რამდენიმე დღის მერე არ მომსკდარიყავი იმითი, რასაც არ ვჭამდი და ჩემ თავს უგრძალავდი, ხო, რაც ხდებოდა. ანუ მე მინდოდა რომ დასაშვები და მისაღები ყოფილიყო ყველაფერი და მე ამერჩია, ან ის მინდოდა თუ ის მაგის მიხედვით და არა ის რომ ეს აკრძალული მქონოდა და მომეთმინა და მე ჩავარდნილიყავი ამაში თავით, ხო? ეს არის ჯანსაღი, ეს არ არის ჯანსაღი. ჯანსაღი არის ზომიერება ყველაფერში, წამალშიც კი. ხო. ხო და ანუ აი წარმოგიდგენთ პროცესი რამდენი წნეხი იყო, ხო? ყველა მხრიდან ესე და თან ანუ შენ თავსაც ძალიან ადვილია რომ მაშინ რომ ანუ რომ შეხედავ და გარედან რო არ ხარ ისაც შიგნიდან ხარ, ადვილად შეიძლება თქვა რომ იცი რა, იქნება მართლა მე ვცდები და ეს ყველა ადამიანი ვინც ჩემსკენ თითსიშვერს და ცუდ რაღაცას მივიღება მართალია, მაგრამ არა, მე ხონინი ვარ, რას ლაპარაკობ, ვიცოდი რა, აი უნდა ბოლომდე მიხვიდე და როდის მივხვდი რომ ბოლომდე
სალონამდე მივედი და ჩემი თავი მივიღე და შევიყვარე. ესე იგი ვდგევარ სარკის წინ, მოსკოვის გამზირის სახლზე, ესე იგი უკან მაქვს კედელი, რომელიც არის ჩამოლეწილი, იმიტომ რომ ზემოდან წყალს უშვებდნენ და ზუსტად მაგის ქვეშ არის, ეს შპარლიერი ჩამოლეწილი, ჩამოვარდნილი. უკან ბავშვის საწოლია, წინ ვდგავარ მე, მაცია საშინელი საცვლები, იმიტომ რომ არ ვყიდულობდი არაფერს, რაღაც ლიფუჩკასაც კი, ან ტოპი, რაღაცა მოწელილი, რაღაცა საშინელება. ხო და ანუ საცვლობით ვდგევარ სარკის წინ, ფეხები აი ცელულიტებით სავსე, მუცელი დიდი, ანუ მე არასდროს არ მაქვს ხოლმე დიდი მუცელი, მაგრამ ჩემს ფონზე, ანუ მე რაც მაქვს ხოლმე მაგის ფონზე დიდი მუცელი, ეს კლავები, ეს ღაბაბი, სახე. ხო და ვუყურებ ამ ჩემ თავს და აი ესე კი არ უყურებ ეხა როგორც ჩამოვთვალ, ეს თქვენ აგიხწერეთ რომ მიხვდეთ და ვუყურებ ჩემ თავს და ვუყურებ და აი ძალიან შეყვარებული ადამიანის თვალები, ხო იცით რომ უყურებს იმას, ვინც უყვარს და აი ეს უყურებს ნინი მიყვარ ხარ და ესე ვეხუტები ჩემ თავს და უცებ თავში დამკრა, რომ არასოდეს ცხოვრებაში 45 კილოც რო ვიყავი მაშინაც, არასოდეს არ მქონია აი ეს რომ მიყვარ ხარ და ეს იმიტომ კი არა რომ მე ჩემ თავს უთხარი, აი ეს შიგნიდან წამოვიდა, ანუ ეს 3 წელი მუშაობის შედეგმა აი ესე გამოიღო მე და შიგნიდან წამოვიდა, მე მიყვარდა ის ნინი, აი ის ნინი რომელიც არც ჯანმრთელობის კუთხით, არც ვიზუალით, არც არაფრით, თავისთავად ვიზუალურად აიმით არ იყო, მაგრამ მე ის ნინი მიყვარდა ძალიან და გადავწყვიტე რომ შევცვლილიყავი. ოღონდ არა, ვინმე საკუთარ თავთან მოგებული ბრძოლა, არა, მე არ ვარ ჩემ თავთან მებრძოლი, მე ჩემი თავის თანამებრძოლი ვარ, ანუ ის ვარ, ვინც მე და ჩემი თავი ერთად ვიბრძვით, მოკავშირეები ვარ, ერთმანეთის წრები კი არ ვარ. მე არ მაქვს აკრძალვები, მე არ მაქვს ბრძოლები, მე ჩემთანს ვუხსნი, რომ შენ რო ჯამრთელი იყო, ამისთვის 10,000 სინაბიჯი უნდა იარო და მე შენ კი არ გტეხავ, მე შენ გასწავლი დისციპლინას. აი ასე. წონაზეც, შენ უნდა დაიკვირდე ერთი ახალგაზრდობა გაქვს, შენ თავს არ გრძნობ შენ თავად ამ სხეულში, თუ გრძნობ ოკეი, დარჩი, მაგრამ უფრო დიდხანსაც იცოცხლებ, უფრო ჯამრთელიც იქნები, ანუ უფრო დიდხანს რომც არ იცოცხლო, რა ვიცი, შეიძლება თავში დაეცეს ადამიანს რამე ღმერთმა ყველას დაგვიფაროს, მაგრამ სიცოცხლის ხარისხი უკეთესი გექნება. ეხლა მაგალითად სხვა ენერგია მაქვს ხალხო, აი მოსკოვის გამზირზე ვცხოვრდი, იქიდან ის პოინტში წავიდოდი, მოვიდო და მე მთელი დღე საწოლში ვეგდე, იმიტომ რომ არაფრის თავი არ მქონდა. ანუ რეზისტენტობაც ხომ მქონდა, ეგეც მომიწესრიგდა. ეს შესაბამისად, თან წამალი არ დამილევია. ანუ რამდენჯერ დამინიშნა ექიმა და არ დამილევია. მარტო წონაში კლებით და კვებითაც ყველაფერს ვჭამდი. ანუ ისე არ მქონდა რაღაცები ამომეღო და რამე. ხო და აი ეს გზა გავიარე, გოგოებო და ეხლა უკვე საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარ თავზე ზრუნვა, ანუ დისციპლინა, საკუთარი თავის გატეხვა არ არის, როცა ეს მოდის საკუთარი თავის სიყვარულიდან. ანუ მაშინ არის გატეხვა, როცა ეს საკუთარი თავის მიუღებლობი და სიძულვილიდან მოდის. აი აქ ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ორ შორის. ხო, და აი იმ დღეს, როცა მე ჩემ თავს ჩავეხუტე, ისეც როგორიც აი თავის ყველაზე ცუდ ვერსიას ვიზუალურად, ხო? ანუ და ის ისე მიყვარდა, როგორც ახლა მიყვარს და როგორც ყოველთვის მეყვარება, გინდა, რა ვიცი, როგორც გინდა ვიყო. და შესაბამისად აი ახლა შენ რო შენი შვილი გიყვარს, ყველანაირი გიყვარს, გამხდარი იქნება ძალიან, სუკანი იქნება ძალიან, ბებერი იქნება, ახალგაზრდა ბავშვი, დიდი, პატარა, ყველანაირი რო გიყვარს, ხო ხდები, აი ეგრე. უბრალოდ მინდა მე მაგალითად, რომ ჩემი თავის ყველაზე კაი ვერსია ვაჩუქო, რატო არა? აი რატო არა? ხო და მოკლედ გოგოებო, აი ეს მინდოდა მე თქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიას, საკუთარ თავზე მუშაობას, ამ ყველაფრის მიხვედრას და იცი, აი ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო ჭირდება. ანუ შენ თუ ვიღაცები გეუბნებიან, რომ ხვეწები რა ასაკეთებ, არაფერი არ ჩანს და არაფერი არ გეტყობა, მაგრამ შენ იცი, რომ სწორ გზაზე ხარ, ყველა და ყველაფერი დაიკიდე და მიიყევი შენ თავს. თუ კი შენ თავის სიყვარულიდან, ზრუნვიდან გამომდინარე გამოდიხარ და აი ამ ყველაფერს სწავლობ და აგვარებ, შინაგან ხმას უსმინე მარტო. იმიტომ რომ ჯანსაღი და არაჯანსაღი ზოგადად და შენთვის შეიძლება სხვადასხვა რაღაცა იყოს. ანუ იმ მომენტში ჩემთვის ეგ იყო საჭირო. მიყვარხართ? რამდენი ხანია ესეთი სული და გულით არ მქონია ვლოგი?
ძალიან ვისიამოვნე. თუ შენც ისიამოვნე და ალაიქე, დამიწერე კომენტარი და თუ გინდა ჩემს მარათონში მოსვლა, მომწერე მესენჯერზე, მინიკვირიკე ქართულად ჩავაგდებ ფოტოს, რომელ მესენჯერში უნდა მომწეროთ, ან მომწერეთ TikTok-ზე. მაგასაც ჩაგიგდებთ ჩემ TikTok-ზე. გაგაცით. მთელი ვლოგის დროს ნახეთ. ძაღლი. კატაღმერთმა იცის სად არის? კატასახალი. უყურე. ჩემი ცხოველები. გამარჯობა, ოტი. ოტიკო. ემიკბინი. ემიკბინი. ოტიკო. ცუდი კატა. ჩემი პატარა ძაღლი. ჩემი პატარა. ჩემი ლავაზი. ჩემი ძვირფასი. მთელი დროა ქიჩე და მე ვოდიფოთი და ჩემი საყვარელი.